საქართველოს პირველი არხი წარმოგიდგენთ. რა დროს ესეთი მშრალი გამარჯობა, როცა ეს ძალიან მომენატრეთ, მაგრამ რა ვქნა ხო ამდენ ხანი აქ პირდებით მალე შევხვდებით ერთმანეთს, მალე შევხვდებით ერთმანეთს, მაგრამ ხა გავიდა 3 თვე. 3 ძალიან ძიმე და ძალიან უცნაური თვე ყველასთვის. გარდა რა კარგად იყო ყველაფერი, ვიდრე ის რაღაცა ჩინელი ღამურას არ შეჭამდა და მე იმ ღამურისგან გადადებულ ვირუსს თელს მსოფლიოს არ გადადებდა. თან ვირუსიც არის და ვირუსიც. რა არ გვინახავს ხო ქათმის გრიპიო, ღორის გრიპიო, მაგრამ ესეთი საშინელი ვირუსი, ესე სწრაფად რო ვრცელდება. მე არ ვიცი. მსოფლიოს არ ახსოვს. 3 თვეში ყველა და ყველაფერი დაატყვევა. ნუ ეტყობა ამიტომაც დაარქვეს გვირგვინოსანი ვირუსი, ანუ კორონავირუსი. ჯერ ხო ჩინეთი ჩაიკეტა, მე იტალია ჩაიკეტა, მე მთელი ევროპა ჩაიკეტა და ჩავიკეტეთ ჩვენც. რა კარგად ვცხოვრობდი და ისეთი საინტერესო რაღაცები ხდებოდა მანამდე. ხო და მოკლედ ჯერ ამით დავიწყებ და მე გადავალ იმაზე თუ როგორ ვცხოვრობთ იზოლაციაში და გაჩერებულ დედამიწაზე. გამარჯობა, არ დაიჯერებდა ისე მომენატრეთ. თუმცა რატო არ დაიჯერებდი, იმდენი დრო გავიდა და კიდე იმდენი რაღაც მოხდა. ვიცი ახლა პირველი თვალში რაც მოხვდათ. ბინის ინტერიერი. არ გეცნოთ ხო? ჩვენი ბინა, უბრალოდ ბინის ნაწილი მთლიანად საზას ანალიზებს შეეწირა. რატომ პირდაპირ შვედეთში გაგვაქანა და იქ გადაგვამოწმებინა ყველაფერი. მაგრამ მე რო გაირკვა რომ საზას უბრალოდ მონონუკლეოზი ჭირდა, აღარც ის გაყიდული ბინა გვედარდებოდა, აღარც ანალიზებში დახარჯული ფული. მე მანანამ რატომ უნდა იცხოვროთ პატარა ბინაშიო, იმიტომ რომ დარჩენილი ფულით დიდ ბინას ვეღარ ვიყიდით. თავისი ბინა გაყიდა და ესე ერთობლივი ძალებით ერთი დიდი ბინა ვიყიდეთ და ეხლა ყველანი ერთად ცხოვრობთ. ანუ ყველაფერი ისე ისე როგორც იყო ადრე. კაი, წავედი ახლა ბავშვებს გავაღვიძებ. და საზას შევახსენებ, რომ ბავშვებს სკოლაში უნდა წაიყვანოს. ხო, საზა არის დროებით უმუშავარი. სამსახურიდან წამოვიდა, ავადმყოფობის გამო თან რაღაც ახალი მჭირდებაო და მოკლედ, წავედი. გაიგოდეს ბავშვებმა? არა, მაგრამ დედა შენს იმხელა ხმაზე აქვს ჩართული საინფორმაციო, რომ მალე გააღვიძებს სამყარო. აი, ესეთი ჩინეთის რომელიღაც პროვინციაში რაღაც ვირუსია და ეს არის გადარეული. აი, ჩემი ოქროები, მე უფრო ვარ. რატო? იმიტომ რომ ეს ქართული საკონტროლოში 7-იანი მაინც მივიღე და აი ამან 6-იანი მიიღო. რა? ნინი, რატო არ მითხარი? რატო უნდა მithქვა? გიჟია და ხალი. ყველას ეგეთ ნიშნებს უწერს. 9-იანი აკაკიშანიძეს ეკუთვნის, 2-იანი მეო და დანარჩენებს თქვენი დაგეწერთ. მოიცა რა გამოდის რომ სანდრო მაკაკიშანიძეზე მხოლოდ 2 ქულით ნაკლებად იცის ქართული ენა? ოჩამა. ყველაფერზე ხუმრობა შეიძლება საზა? მე რა შუაში ვარ, ამით მასწავლებელი ხუმრობს. ხუმრობს კი, იცი რა ბრაზიანია? ვინ არის ბები ბრაზიანი? ვინ და აი შენ დაწერილ თემაში 6-იანი მინც დამიწერა? ნეტა ვინ დაუწერა უკეთესი რა. ნახჩენი ერთხელ ბატონო. დაწყებითი კლასის მასალა. უნდა დაწლიოთ. შენ თუ გაქვს დაძლეული, იმიტომ იკლავ თავს ამათი მეცადინეობით რა. როგორ დავწყდა გული, მე რა კარგი ქალი იყო. აი მგონია რომ ბავშვობის რაღაცა ნაწილი წაიღო რა. აი მე რა იტი ვარ? აი გეჭამა ჯერ და მე თქვა ბოდიში რო აკატა. არა ნათი შეიძლება შუაში ხარ ხახვის ბრალი ეს. უი მე მეკონა რომ მოყვა დეიდას გამოსრამლებად. არა ეგეც არის. მერტ მაცხოვს გაბატონე მაყვალო. ვერ დაგიმალავ ნათი ჩემი ცრემლები უფრო ხახვის დამსახურება.
მე მათი ჩუმად არის სად არის მეტა? ხარდავს ეთქო. ზეგან კიდრი რო შეუტანე, ამქებს ეძებდა. ნახავ მაინც ჯორჯისთან არ შევიდეს. ჭამე ბიჭო, ნახე რა გემრიელია. საკეთებდი? რანაირი ბიჭია ეს ჯორჯი, კიც აჭამს. რა უნდა რომ დიდი ბიჭი გაიზარდო? არა, დე ეს მარტო რძეს სვამს ჯერ. აუ, ძალიან ბოთია. წამოდე, გავიდეთ რა წამოთური არ არ გაიღვიძეს. მინდა ეგეთი ძმა სულ წინავს. დე, ნახე რა საყვარელია. ამან ბევრი უნდა იცინოს რომ გაიზარდოს. რაც უფრო ბევრს იცინებს, უფრო მალე გაიზრდება. მე მეთამაშება? ხო, აბა, თან რასაც შენ უთქვი, იმას გეთამაშება. შენ ყო უფრო სიხარ. ფეხბურთს. ხო, წამ. აუ, სულ განათლების მინისტრთან რომ მომიწვიოს შესვლა, სხვათა შორის ჩემი მეუღლის მეგობრის ახლობელი აღმოჩნდა. მაინც დავაწვევინებ სკოლას. ისე რაღა მაინც და მაინც ჩვენ შვილებს შეხვდა. უპატრონო კლასი ვარ და იმიტომ. გეხოცები მითხარი, მე და შე რომ არ ვიყოთ, ვინმეს რამე გაუპროტესტებია? მე გაუპროტესტებია კი არა, რომელიმე მშობელი მოსულა და უკითხავს ამბავი. გადადითება? მაღალი ნიშნია. აჰა, ამასაც ქმარი გამოუშვია. ეხა ეგეც მშობელია. ხანო სულ არაფერს ჯობია. იცი ეს უფრო ადეკვატურია. დაელაპარაკებთ, მაგას უგარბის. რა ქვია? ზვიადი? ზალი? არა, ზაზა. ზაზა! აჰა, მშვენიერი რაც დილით მანანამ დამაკლა, ესენი შემივსებენ. რა კარგია სასაცილოდ რომ გაქვთ საქმე. 2 კვირა დახოცილები დავდივართ. რა ვიცი, მშვენივრად კი გამოიყურებით და. ეხლა იცით რა მაინტერესებს? თქვენ შვილებთან კონტაქტი არ გაქვთ? ისე იშვიათად. მაქვს რა თქმა უნდა. მე რაო, რას ამბობენ ქართულის მასწავლებელზე? რაც კარგი ხალიაო. უძლიერეს პედაგოგიო. ნუ ცოტა მკაცრი კი არისო, მაგრამ ცოტა? არა, ძალიან მკაცრიაო, მე შევალამაზე. და ნუ ალამაზებთ რა. აი ზუსტად თქვენნაირებმა თავზე ხელის გადასმით და შელამაზებებით მოიყვანეს ეს ქალბატონი აქამდე. კაცრი კი არა, მონსტრია. ბოდიში. მე ეგრო შველოდეს, მაშინ იმდენ ბოდიშს ვხვდი ეს ქალი რომ ვერავარდა. აუცილებლად რაღაცა უნდა მოვიმოქმედოთ და ეს ქალი სკოლას მოვაშოროთ. ნუ მინიმუმ ჩვენ შვილებს მაინც. და იქნებ ცოტა ხანი ვაცადოთ. თავიდან ყველა მკაცრია, ხო იცით? აი ხო გეუბნებოდი. ეს თაობა საბჭოთა მასწავლებლებს არის შეჩვეული. ამათთვის სიმკაცრე და უხეშება პრაქტიკულად ნორმაა. რა ვაცალოთ? სამდე ჩვენ შვილებს გამოუსწორებელი ფსიქოლოგიური ტრამვა ექნებათ თუ სამდე დათის GPI 8-მდე დაიწევს? სანდროს შემთხვევაში 8-მდე უნდა აიწიოს. რა მარტივია 6-ის მშობლისთვის ცხოვრება. საამური. აუ ნახვამდის რა. წავედით. სანდროს მამი. კიდევ საჭმევდა თავის ძმას. მე მაგრამ ეხლა უკვე იცის, რომ ჯარჯისთვის მარტო რძე შეიძლება. კაი, ხო. მათე კარგი ბიჭია და რასაც ვეუბნებით ყველაფერს იმახსოვრებს. მე აღარ იზამს. სამაგიეროდ საჩუქარს მიიღებს. ბუთ? აბა რა. წავალ დავხატავ როგორი ბურთიმია, თქვენ არ მეყუროთ. კაი, დედი, ოღონდ ჯარჯის ოთახში არ შეხვიდე, კარგი? კაი, მარიამის ოთახში? კი. ხო. მე მეწამენა დამგვიანებოდა კოდიკო. კარგი რა. ნუ ნერვიულობ, კარგი რა. თვეების ყოფილვარ მე. თურმე და ჩემი და საშრეს მაჭმე. სამყარო. კონი გეში გიცინათი. ძალიან მომწონს. მეც. კაი ბინა. მაგრამ ისიც მომწონდა. მეც მომწონდა ძლივ შევედია, მაგრამ იმსა. მაგრამ რაზეი შეგრძემა მქონდა და თითქოს გუგასახლი იყო მარტო და ყველგან გუგასაურა ტრიალებდა. ეს ჩოი. აქ არ არის გუგასაურო. გუგამ არ იყიდა ეს? გუგამ კი არ იყიდა, მე ვიყიდე გუგას ფულით. რა გჭირს მაგა? და ჩაბჟირება დაგემართა ამ ბოლო დროს ფულზე. ფული ყველაფერი კი არ არის ამ ცხოვრებაში.
აუ, ძალიან მომწონს. მე კიდე შენ მომწონხარ და გიხდება საშილად ეს პიჯაკი. კაი რა შემილია რა. ნერვები მეშლება ესე რა დავიბარს. რატო, რას ვერიტან, ძალიან გიხდება. გაგიგია არქიტექტურულ კომპანიაში დრესკოდი? მე ლამაზად ჩაცმა ყველგან გამიგია მაგა და ყოჩახ იმქალს რომ მიაღწია მაგას რა. რა ქვია მარიანა ხო? მარია და ესე ჰაეროვნად დამიძახეთო. როგორ მარია? ხო. აკაი უფროსი მყოლია როგორ მენატრება ხოლმე ზურა. იმას ვინც ენატრებოდა და ვინც უნდოდა იმასთან ერთად არის ახლა. რა შვება ისე არ შექმნიანებია საერთოდ? არა, ზურა არა. ლიზა მომწერა ერთხელ. რა. რაფერ ბედნიერები ვართ, კარგად ვართო. თბილისში არიან? კი. მე რაღაც პერიოდი ამერიკაში იყვნენ, ესე იგი ლიზას მამასთან. სანამ ეს ამბები ჩაწმარდებოდა და ეხა აქ-არიან. ბედნიერი ლიზა რა. აი იპოვა თავის ცხოვრების სიყვარული. რა გჭირს, რანაირად ლაპარაკობ? ტელევიზორში ხარ? არა, მაგრამ რაღაცა წიგნს ვკითხულობ, რომელიც ერთ გოგოზეა, რომელიც სულ ეძებს. ეძებს რაღაც. ფაქტიურად შევძე. შენ ეძებ? ხო და რო ვერ ვეძებ მაგაშია საქმე, სასწრაფოდ უნდა დავიწყო ძებნა. დღეიდან არა, ოღონდ ხვალიდან, დღესამცალი. კაი, წავედი ხა მეც, თორემ დარჩა თბილისი აუშენებელი. წეფოდიერი წებაგუნდი. კაკუ. მე არ შემიძლია ვერ დავდივარ. მახარას ვერ ვატარებ. მე ნუაწვევი ერთი ქუსლებს და ნუ გამიფუჭა ეს პარკეტი. ისე მართალი ხარ შენ. გუგას აურა არ არის ამ ბინაში. არა ხო? ხო, აი აქ, ცოტა კართან. მიდი ერთი გაიარე რა. ეს შენ გაკითხე. რა ლამაზი ფათოლია. ფათოლი არა, მწვანილია. თუ ვინმე საკმარში ჩაყარა, კიდევ დავხატა. არა, და საკმარისი ძალიან დიდი მადლობა. ნახე, როგორი უხრახუში გამიხატა მათე. ვაა, აი უხრახუში მამი. ნათი ზოგი როგორ ხატავს, იცი უხრახუშს? კინძისგან ვერ განსხვავ. ოჩა. აი მე რატო ტირდი? გეხოცები კოტო მარილი და ცაკაო ქენ და გამორთე. რომელი ჩქარება ნათი? კაი, გამორთე და მე მივხედა. მარილი, ციცაკა და კიდე მგონი რაღაც გვითხრა მანდე. არა, ჟანი, წავა ვკითხავ. იქაში ხვიდე, მამი გვარში ხვიდე შენ. არი, ლამაზი ზღაპა. და გინდა მე ვიმღერო? არა დე, რო გავალთ მე მიმხედე. არა აქ. არა დე. ხო გინდა ჯარჯი. მათე გათიქთხო. გადი ჩوار გაიღვიძას. გადი თორე გავბრაზდები ახლა. მარია არ მოსულა? აი ამოვასწარი. მოსწარი, თორე როდის იყო დაგვიანებაზე ამბობდა რამეს. მაგისთვის თავარია, მე შემაბას ეჟვანი. რა უცნაურია ის რა ჩემება არის ეს კოდი ვეთვალიკე. დამაწყდა ფეხები რა. რა თან ყოველ დღე მიკონტროლებს ქუსლის სიმაღლეს. სამსახურში კი არა პოდიუმზე მგონია თავი. რატო გიხდება? მე არა კომფორტულია მაკა. ამას შეხედე ამას. ეს არის კომფორტული? ამას რე მაინც კონდეს კაცო, ამჩები დახრჩობას. ამით ახლა უკეთესად ხაზავ თუ ხელფას მემატება. ბატონო, თუ გიჭერთ ცოტა რომ მოუშვათ. ამანე ერთ არის. მაგას ვალაპარაკებ ახლა, ვანუმის არის ისო, დრეს კოდი. ყავა მომიდა ძალიან მაკადალევ. ოკეი. თქვენ ვერ გაიგეთ რა თქვა იმ ხალბა? ყავა არაო, მწვანე ჩაიო. ეგრე არ უთქვამს. არა? მწვანე ჩაი მე მიყვარსო და თქვენს გირჩევთ მწვანე ჩაი დალიოთ ყავის მაგივრათო. თორმე რას გამხეთ გაიმქეს მწვანე ჩაისმით. თელი დავგოდი იქ. იქ. კი არ ვიცოდი კაცო. შარდმდენი ყოფილი. და ეხლა როგორ ხართ? ეიცი არა მიშეს. გადავრჩი მგონი კიდე თუ არ მოიგონა რამე. მოდი ერთ შენეს ნახე რა. ეს ახლა გახსოვს? კი? არა, კიბე რატო გადაიტანეთ? კითხავით მე? მობრძანდა გუშინ ამის პატრონი და კიბე მარჯვნივო. ფენშუის ოსტატს უბრძანებია. კიბეს მარცხნივ თურმე ცოდნია უფულობა. გესმის შენ? აი ამათ პატრონს რა მინდა და რას მოვაკვლევინე თავი ამ ეს სწავლას ასპირანტურა, დოქტორანტურა, ახლა ამას ვაკვლევინებ კიდე თავს ამის სამსახურო შევინარჩუნო. მე სწავლობ ფენშუი, იქნებოდი ჩემთვის ეს. წნარად რა შემიმოწმებდა ცოდნას ვინმე თუ რა. არა ბატონო, ესე ნუ ამბობთ, ფენშუი არის უძველესი ჩინური ხელოვნება. ჩინური ვიცი მე ვირუსი. აფერისტობა ეგ და მეტი არაფერი.
კაცი სადაა? თავის ოთახში შევარდე. გამეფუტა. ძალიან გულდაწყვეტილიანეთი. სიმღერა მიდოდაო და დედამ არ მომისმინაო. მეც რომ ხალხმაზე ყვიროდა, იმასაც ეძინებოდა რა მექნა. რა უშავს კაცო რა განერვიულებს. გაბრაზდა და გადაუღის რა. მარტო მაგის დედი გიყურე. მე ამისიც მესმის, ახლა ყურადღება უნდა, თან პატარაა, ვერ ხვდება. მაშინ ავიღოთ დედი და დავანაწევროთ ხუთად და ყველას ეყობა. მე მეხუთედი როგორი ტანწერზე დავიქნები? მე ასეთი მომწონ ხარ? ამ ჭირდება მე ხუთედი ცოლი. თუ გინდა დამხმარე ავიყვანოთ და მოგიხმარებ. ვაი მე რა კარგი იქნება კუწი. ხო და თუ კარგი იქნება, მაშინ ავიყვანოთ. ნათი, უნდა გავიქცეთ რომ დამაგნია. მიდი ჯვარი გეწერას. ვაიმე, სასწრაფოს გამოძახებას ვაპირებდი უკვე. გამომართვი ეს. რა საყვარელი ხართ ხალბატონო მანანა რომ ჩემზე ნერვიული. არა მე ვფიქრე, კომაში ხო არ ჩავარდა ძილისგან მე. არ მეძინა ხალბატონო მანანა. არა ბიჭო, მუშაობისგან გაკ დასიებული ეგ თვალები. იქნებ ტირილისგან ხალბატონო მანანა. ვაიმე რა გადირებდა? თქვენზე მედირება. უსაქმური არაფრის მაკნისის სიძე. ვითომ ახალი თქვი ხა რამე რა. უსაქმური და არაფრის მაკნისი რო იყავი, პირველივე წუთიდან ვიცოდი, მაგრამ რა, დამიჯერა მე ვინმე? ნეტა ფეხი მოტეხოდა მაკას ოღონდ, მე არ გამომყოლოდა. ნეტა. უყურე შე როგორ დაუმახსოვრებია ჩემი ნათქვამი ამას. ზეპირად ვიცი. 11 წელია ამას ვისმენ. და რა მერე რო ისმენ? ეგრე 11 წელი სკოლაშიც დაბლაყუნობდი, მაგრამ გაიგე რამე? რას მიყურებ რა, ტყის ვამბობ რამეს? უბრალოდ ვფიქრობ რა კარგი იყო, როცა გეგონათ რომ ლეიკოზე მჭირდა. აბა რა, შენ ლოგინად ჩავარდნა და ლეიკოზი გირჩევნია ხელის განძრებას და მუშაობას. არა, თან რაზე ვგიჟდები, იცი კაცო, რომ რაღაცა, აი დაავადებაც რაღაცა სისულელე რო ამოირჩიე რა. რა ერქვა? ვირუსული მონონუკლეოზი და მე არ ამომირჩევია. აჰა, სახელით სამარცხვინო. და თან ამ ხელა ვირუსი ამ ხელა კაცს რომ მოგერევა. ამ საინფორმაციოებს ტყუილად უსმენთ ხალბატონო. ამ ხელა COVID-19 და ნახევარი მსოფლიო სახლში გამოგედა. მე ჩვენ ჯვარი გწერია რა. აი, ჩემი ბედი რო გაერევა რამეში რა. არ შეიძლებოდა ჩემ მაგას შეხვედრო და ერთი მშრომელი და ჯანმრთელი კაცი. ნუ ვიტყვით. სამართალი რომ არსებობდეს ამ ქვეყნად, ხალბატონო მანანა, მე რატომ არ უნდა შემხედრო და ერთი მოსიყვარულე სიდედრი. აი, შენ რომ სიდედრი შეხვდა, ეგეთი შეახვედრე ღმერთო ჩემ სანდროს რა და ბედნიერი კაცი იქნება. არა, ნუ გიჟდები, ისე მეშლება ნერვები, შენის თანები რო სიდედრებზე წუწუნებენ რა. ჩემი ხნის ქალები გენაცვალე, წელიწადში 2 ჯერ კურორტებზე დადიან და საზღვარგარეთ მიფრინავენ და მოფრინავენ. და მე დილის 9 საათზე საცხობში ვარ დაჭობილი. მე იქიდან მოვდივარ, პროდუქტები მომაქრო, საჭმელი გაუკეთო ბავშვებს და შენც მოგართვა. ცეცხლი ჭამა ჩემმა პირმა. ჯვარი გწერია. ვკარგიეთი ბერს ნულაპარაკობ რა, ადეკი ყავა მაინც გამიკეთ. და ისა, შენთვისაც გაიკეთე. მოდი ცოტა წაგიჭორავები. არის ხალბატონო მანანა. ძალიან დავივალე დღეს. რა ჩემ ყვავილები ხატეთ. მე რა მექნა? მარიამ გინდა თუ არა ბაღში ყვავილები ჩახატეო. დამკვეთი სულის სიმებს რომ შეეხოსო. მართლა ეგ თქვა? ვერ არის ცოტა, იცი? კიდე რაღაცები მითხრა, მაგრამ აღარ მა. რა? ოთის. ნახე როგორ მეხის ხმავს. სამხედროსავით. შემოვაიხო. როგორ ხარ თუ ჩემოთ? საწოლ. მართლა? მე ხომ გთხოვეთ, როგორც არ უნდა იყოთ, მაინც კარგად მიპასუხეთ თქო. ჩვენი ყოველი სიტყვა მაღლა მიდის კოსმოსში და უკან გვიბრუნდება. დია, დადებითია უარყოფითი ენერგია. მართალია. მე გვინდა ახლა ჩვენ უარყოფითი ენერგია. არა ბატონო, რა გვინდა უარყოფითი ენერგია. მაშინ ყველა ვიღინით და ღიმილით ვხვდებით ახალ შეკვეთას. უი, რა კაია, სახლია? არა, ოფისი. არა. ბატონო ბატონ, გაქვთ რამე ვერსია? ხალხთუხების მაღაზია? ო, ბატონო, მორჩით ამ ხალხთუხებზე წუწუნს.
ნუ მიაფრქვევთ ახლა ამ ახალ შეკვეთას უარყოფით ენერგიას. როგორ ვიკადრებათ? მეც ერთი სული მაქვს გავიგო. ისეთი დადებითი ვარ როგორც არასდროს. მაშინ გეტყვით. ახალი შეკვეთა არის მარანი. ღვინის. თამრიკო, ღვინის გარდა კიდევ რისი მარანი არსებობს? ჩვენ რომანი მეღვინეები ვართ. ღვინის ნაწილი საიმედო ხელშია, ჩვენ შენობას ავუშენებთ. მაგამ გაქვს რამე იდეა? ესე უცებ? ჯერ უნდა მოვიფიქრო. თქვენმა მარიამ უკვე იფიქრა და ახალი შუშებიანი შენობის პროექტი მოიფიქრა. რა შუშებიანი ნუ გადამრევთ კაცო ხა? ახალის, ინოვაციურის, მზისხივებით გაჟღენთილის, 1000 ფრად მოელვარესი. წავალ ახლა ჩავხატავ და შემოგიტან თორემ დამავიწყდები. მართლა მარანი თქვა? აბა მზისხივებით გაბრწყინებული და 1000 ფრად მოელვარე მარნის გარდა რამე იცი მანო? არა, აია მზისხივები მოელვარე, მაგრამ კაცო, მარანი იმისთვის არ არის, რომ ღვინო შეინახო შიგნით სიგრილეში. ხო, მაგრამ ეს ღვინო იქნება ქვევრში. ეს ქვევრი იქნება მიწაში და იქ სიგრილი არა. ხო, აი ქართული წესებით კი? აბა იმას კითხე, ფენშუის. ქვევს შემოდემე სახურავზე მაგათ რო დაუჯერო. ის ჩვენი არქიტექტორიცა. რაღაც ინდა კაცო თქვენ. ხატა ეხა მარანი და იყავ. სადახარ ბიჭო აქ შეამო. რა მოვიდა? რა მოვიდა? მეთქი კაცი უმუშევარია მოშიებული იქნება თუ რავი ჩვენზე პრინციპში სწორად გიფიქრია ძალიან მშია. ხინკალი ჩაყარე რა და კაბა მოვიდა. აუ არა, ხინკალი არ გინდა. ეგეთი უმუშევარიც არ ვარ. მუშაობს რაც მოგჩებოდ, ნუ სახში გაგათან არაა პრობლემა. ისე ბიჭო სულ მიგვირს. შენაირი კაცი უმუშევარი როგორ დარჩა? ყველა ძაღლდაყურს ამ თბილისში შენ იცნობ. შენ ისე იმ დროში ხარ? ნაცნობობით და ახლობლობით რო ჩალიჯობდნენ სამსახურს. ბიჭო, არა, მაგრამ რა ვიცი, ნუ აგებინე ხალხს რომ ესეთ მდგომარეობაში ხარ. მე რა ვიცი, თვითონ დაგეხმარ. ბიჭო, რაღაც შემოთავაზებები მაქვს ბანკებიდან. მაგრამ სიმართლე გითხრა აღარ მინდა რა. დაველოდები იქნებ რამე წესიერი გამოჩნდეს. მაგრამ და სხვა რა გზა. ზმო თავი კუჭი გქონია. მე კიდევ ნერვიულობ ძმაგასიმში ერიბჭებამდე. თურმე რატომ ჭამს ამდენს? ნერვიულობს. შენ იცინე და კაია ორი ბავშვი ამ დროში, უმუშევარი დარჩენა? ძალიან მაგარია. დავისვენე როგორც იქნა. როცა მინდა ვიძინებ, როცა მინდა ვდგები. 10 წელია წესიერად არ გავსულვა შვებულებაში. ერთი სიდედრი გამოშვებინა სადმე ერთი კვირით, ორით. ვაფშე 3 დღეში ვიქნებოდი. გადამრევ. რასაც იმ საყვარელ და მხიარულ ხალხს. ეს ხარი? სასწაული. გათხოვებ თუ გინდა ცოტა ხნით. ყოველთვის მეწოდებოდი სიდედრი რო არ ყავდა. სიდედრის გარეშე როგორც მოუ დიდი მადლობა. სიდედრი კი არ დედაჩემ გადამიყვანა ჭკუიდან. უშრეტი ენერგია აქვს. აი არ ჩერდება პროსტა. აი არა. ელგა რას ამბობს? იმას უკიდია. ნახევარი არ ესმის? მე კიდე რასაც მინდა და როგორც მინდა ისე უთარგმნი. ვეიმ მშვენიერი ბავშვი გამოდგა ეს საბაკაცო. ამდენი ხანი აქ ვარ და კოტიკოს ერთხელაც არ დაურეკავს ბავშვი ტირისო, პატიოსნე ძინავს. ხო, ოღონდ საბა არა, ჯარჯი ქვია ბავშვს, რამდენჯერ უნდა გითხრა? ნათია, რამდენჯერაც არ უნდა მითხრა, რომ ჯარჯი ქვია, მაინც საბას დაუძახებ. რა სახელია ჯარჯი? აი, ნამდვილი ქართული სახელი. ვაიმე, ესე ვეფხიას ნამდვილი ქართული სახელია და დაგერქმია, ბარემ ვეფხია. ვაი, მე უნდა კოტიკოს ხოთა შორის. მე ჯარჯი არ ჯობია. კეტასო დაანებე ბავშვ თავი, შენ მოყავი, შენი ამ. რა უნდა მოვყვა? აი რო არ გამოვიდა არაფერი. შენ არ გამოვიდა. მუსიკოსთან რა გჭირდა? ой, მე რა უნდა მოვყვა მაკაკა, აი რა სამჯერ შევხვდები და მე 3 თვეს ევროპაში ვშუშტებოდი. რა ქნა ასეთი? არც არაფერი არ ქნა. ადგა და 3-ვეჯერ თავისი ბენდის კონცერტზე წამიყვანა. საშინელ მუსიკას უკრავდა ხალხო, საშინელს და მე ხა იმას აქ შევა რომ ბიჭი მარტო იმიტომ მომეწონოს რომ კარგად იცის გიტარის ხელში დაჭერა.
ვაიმე ელენე, როგორ მიხარ ეგაცნებულს რო გხედავ არიც. მე გაიცინებ, საბა რა იქნება, დოქტორი გახდება მალე ქალი. მართლა არ მჯერა რომ აი ამ მასაკში გადაწყვეტე სწავლის გაგრძელება. ხნ რაღაც უნდა მეკეთებინა რომ ყურადღება გადამეტანა ამ ყველაფრის. და გავგიჟდება. კაია მე როკეტი. გამიკვირდა რომ მოხვედო. ხანუ ძლივს. რა ხდება იქ ლევანთან? რა ვიცი, კარგი არაფერი მეთია. აი შენთვის რო გვეკითხა შეჭირებულებს არ მიგვატოვებსო. კაი ნათია რა შუაში. ნუ ვერ ამტკიცებს ეს კაცი ლევანის უდანაშაულობას და რა ვქნათ. ნუ დოქტორი, ნუ გამოცვალოთ ადვოკატი. ხო რა ძალიან გაჭიანურდა და რო გამოცვალო. არ ვიცი, ჯერ ერთი მამას მეგობარია, მე მართლა თან გადაყვდა და ეხლა ხო არ ვეტყვი რომ აღარ მომწოხარდი. ბეიმე, შენ ვერ ეტყვი და მე ვეტყვი. ხათრის გულისთვის ბიჭი ციხეში უნდა იჭდეს. აი მე ღმერთო დაილოცოს შენი სამართალი. მეორედ მოსვლა დაიწყო რა. შენ სახელს ვენაცვალე ღმერთო. ვაიმე. მაიმუნი გოგო ეს ელენე. ჯერ იმდენი კვატირა ადვოკატი არ მივარგაო. მე ეს ლევანი პირდაპირ კაფეში დაგვაყენა. ისე გაგვეხარდა. 102 საათი ეხუტებოდა, ნანატრისიძე ეძახა. მე ნათიამ იმდენი ლოცა, რომ ახლა ისე ალბათ 10 წელი ელენეს და ლევანს არაფერი არ გაუჭირდებათ. რასერთ ისეთი ემოციური დღე იყო. ისე დავიხარე და ისე მეძინება. მე თან აჟიტირებული ვარ რაღაცნაირად და ვერ ვიძინებ. აი მარია ამბობს ფენშუი ამბობსო, როცა გეძინებაო, მაშინ თუ არ დაიძინეო, მერეო. ხასერ ჩავხლართ ახლა ყველაფერი. მე მაგაზე დებილობა ეს ფენშუი, მაგრამ იცი არის, ბოლო რამდენიმე თვეა, ჩემი ცხოვრება, უბრალოდ ჩემი სამსახურებრივი ცხოვრება მთლიანად ფენშუიზეა დამოკიდებული და მაგა, თუ დგახარ, წყალი მომიტანე რა. არა, ვზივარ. შენ თვითონ დაისხე. მე რო წამოწოლილი ვარ? მეც წამოვწექი. მე მაფარია და თან ტელევიზორს უყურებ. ეწავედი ხთო რა არ გაჩერდება.